მოკლედ, მიმოვიხილოთ საქართველოს ნაკრების და ბულგარეთის მატჩი. დღეს, 18 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაშს მართავს. სოფიაში ბულგარეთთან. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მადლობელი ვიქნებით თქვენი ყოველი ლაიქისთვის. მართალია სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ იცით პრესტიჟისთვის და რაც მთავარია მომავალი თამაშებისთვის მოსამზადებლად, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშასე, რა არის სამი მთავარი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ? პირველი, შემადგენლობაში გვაქვს საინტერესო ცვლილებები. ტრაუმის გამო ვერ ითამაშებენ საბა გოგლიჩიდა და გიორგი ჩაკვეტაძე, რაც რა თქმა უნდა დანაკლისია. მაგრამ მთავარი ამბავი აქ არის ის, რომ 27 წლის ილია ბერიაშვილი დაცვის ცენტრში პირველად ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში. ის უნგრული კლუბიდან მოდის და საკმაოდ კარგ ფორმაშია, ასე რომ ნახოთ როგორ გააძლიერებს დაცვას. მეორე მწვრთნელის ვილის ანიოლის ხედვა. ის ამბობს, რომ რაღაც რადიკალურ ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ. ანუ, მთავარი მიზანია მოგება და გუნდური თამაშის კიდევ უფრო დახვეწა. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, აი როგორ იმუშავებს მოედნის ცენტრში კიტეიშვილისა და ქოჩორაშვილის დუეტი. და ბოლოს, მესამე, გუნდის განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ციკლი, მოდი ვთქვათ, წარუმატებელი იყო, ფეხბურთელები ამბობენ, რომ გუნდი ერთიანია. მათ უნდათ, რომ სეზონი კარგ ნოტაზე დაასრულონ. ანუ, ეს თამაში არის შანსი, რომ დაამტკიცონ, ბრძოლის სურვილი არ დაუკარგავთ. მოკლედ, დღევანდელი მატჩი უბრალოდ თამაში კი არა, განახლებული შემადგენლობისთვის ერთგვარი ტესტია, რომ მომავალს მეტი თავდაჯერებით შეხედონ.